ჩვენ აშკარად ხედავთ გერმანიის აღზევებას და მის მილიტარიზაციას. ევროპა ახლა სამხედრო ეკონომიკის რელსებზე გადადის და როგორც ჩანს, მას რუსეთთან ომი სურს. ამ ეტაპზე სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ხედავ. შეხედეთ საფრანგეთს, შეხედეთ რას აკეთებს გაერთიანებული სამეფო. შეხედეთ გერმანიის მილიტარიზაციას რუსეთის წინააღმდეგ. არსებობს თუ არა აქედან სხვა გამოსავალი და თქვენი აზრით, როგორ განვითარდება ჩინეთისა და რუსეთის პარტნიორობა იმ მოსალოდნელი დასავლური ომის ფონზე, რომელიც როგორც ჩანს რუსეთის წინააღმდეგ მზადდება. იცით, ამ საკითხზე ჩემი რუსი მეგობრებისგან განსხვავებული შეფასებები მაქვს. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ ილუზიებშია და ძველი სისტემის ინერციით ფიქრობს, რომ ტრამპი როგორღაც შეძლებს მათთან შეთანხმების მიღწევას. თუმცა ნამდვილი პრობლემა სწორედ ეს ევროპელები არიან. სხვები კი აცნობიერებენ რეალობას და მეც მათ ვეთანხმები. ვაშინგტონსა და ევროპელებს შორის ინტერესთა სხვაობა ბევრად მცირეა, ვიდრე ზოგს გონია. ზოგი ფიქრობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია თავიდანვე ასე უყურებდა საკითხს. მოდით მთელი ეს ტვირთი ევროპელებს გადავაბაროთ. მათ ატარონ ამ ომის სიმძიმე. ჩვენ კი რუსებზე გადავერთოთ. უკაცრავად ჩინელებსა და ირანელებზე. ფიქრობ, რეალურად სწორედ ეს ხდება, შრომის გადანაწილება. ევროპელები ასპარეზზე გამოდიან, რადგან ვაშინგტონს ასე სურს. თუმცა მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ მათ ამის რეალური რესურსი ჰქონდეთ. გასულ წელს ჩატარებული გამოკითხვით, გერმანელების მხოლოდ 16%-ია მზად იარაღით ხელში დაიცვას საკუთარი ქვეყანა, თუნდაც გერმანიაში უცხოური ძალა შეიჭრას. აბა რამდენ მათგანს აქვს რეალური მადა ან სურვილი საომრად წავიდეს სადმე რუსეთში ან უკრაინაში. შეიძლება უხეშად ჟღერს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ გეი ევროპელები მათი საზოგადოების ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით უბრალოდ იმ პოზიციაში არიან, რომ ვინმეს ეომონ. მიგრაციული კრიზისისა და იმპაქტის ფონზე, რომ მათი მრეწველობა იაფი რუსული ენერგორესურსების გარეშე თავზე ენგრევათ, რას აპირებენ? რუსებს თხოვენ გაზი ისევ ჩაგვირთეთ, რათა მეტი იარაღი ვაწარმოოთ თქვენ წინააღმდეგ საომრათო? ეს ხომ არ იმუშავებს. ფიქრობ, ეს ქვეყნები უბრალოდ დიდ ხმაურს ტეხენ, მაგრამ ომის წარმოების თავი არ აქვთ. არც ინდუსტრიულად, არც მატერიალურად და არც სულიერად თუ მორალურად. ჩემი აზრით, რუსები გადაჭარბებით აფასებენ ამ საფრთხეს და სწორედ ამიტომ უშვებენ დიდ შეცდომას, როცა უკრაინაში ამ ომს დროულად და მალე არ ასრულებენ. რუსეთშიც სულ უფრო მეტი ხმა ისმის, რომელიც ამას ითხოვს, რადგან იქ ზოგი ფიქრობს, ჩვენ უნდა დაველოდოთ დიდ ომს ევროპელების წინააღმდეგ. თუ ევროპელებს ამ ომში ჩაბმასურთ, სჯობს რუსეთმა ეს ყველაფერი ახლავე დაასრულოს, ვიდრე ევროპელებს დრო მისცეს ძალების მოსაკრებად და სამხედრო პოტენციალის გასაზრდელად. თუმცა ვიმეორებ, ეჭვი მეპარება, რომ მათ ეს საერთოდ შეძლონ. ისინი ამისთვის მზად არ არიან. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.